თავისთავად პრემიერის წერილი არის პრობლემის აღიარება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით ნეგატიური რეაქცია დასავლეთში. მე დიდი ხანია ვაკვირდები ქართულ რეალობას და ქართულ დასავლურ ურთიერთობებს ასეთი ცუდი და ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება ალბათ არ ყოფილა სულად გამოსახული ეს პერიოდის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად კონსენსუსია და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დონეზე მსგავსი შეფასებები გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს შეიძლება გამოიხატოს რაღაც ოფიციალური განცხადებებით სახელმწიფო დეპარტამენტის, შეიძლება ვიღაცამ ტვიტერზე რაღაც დაწეროს, შეიძლება ვთქვათ წერილი გავგზავნონ ღარიბაშვილს ან ვთქვათ Freedom House-ი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი შემფასებელი დემოკრატიის მსოფლიოში, ისიც ამას ამბობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აქამდე ხელისუფლება პრაქტიკულად რაღაც ქილიკით და აგდებით ეკიდებოდა ამ კრიტიკას და ეს არ არის მარტივი საქმე, მარტივი ამბავი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვიღაცა პიროვნების მიხეილ სააკაშვილის ბედს ეხება და ეს არ არის უბრალოდ რაღაც ვიღაცების აზრი. ძირითადად ეს შეფასებები მოდიოდა საქართველოს მეგობრებისგან, საქართველოს მეგობრები ქვეყნებისგან, ან საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსებისგან და ეს არ არის ის მეგობრები იმ აზრით, რომ აი სახინკლეში მიდიხართ ერთად და კეიფობთ, თქვათ, ხო? ეს არის ის მეგობრები, ვიზედაც დამოკიდებულია დღემდე, დამოკიდებულია ბოლო აწლეულებში და განსაკუთრებით ბოლო წლებში საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების არსებობა და როდესაც ასეთ მეგობრებთან გაქვს კონფლიქტი, ღია კონფლიქტი და აგდებულად ეკიდები ასეთ მეგობრებს, სრულიად ბუნებრივად და სამართლიანად დაისვა კითხვა, ხომ არ თქვა ვარი ამ ხელისუფლებამ ზოგადად დასავლურ ორიენტაციაზე. ეს შეკითხვები სრულიად ბუნებრივი და კანონიერი გახდა. და ფაქტობრივად აი ამ პრობლემა როგორც იქნა დაინახა ხელისუფლებამ და გადაწყვიტა, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელ სენატორებს როგორც მინიმუმ მცდილობიანად მისწეროს და კი არ გააქილიკოს, არამედ რაღაცნაირად დაარწმუნოს, რომ არა ჩვენ არც დასავლურ ორიენტაციაზე და არც დემოკრატიაზე ვარი არ გვიქვავს. ფაქტობრივად ეს ერთ და იგივეა საქართველოს შემთხვევაში, სხვების შემთხვევაში შეიძლება არა, საქართველოს შემთხვევაში დემოკრატიაზე ორიენტაცია და დასავლეთზე ორიენტაცია ფაქტობრივად ერთ და იგივეა. მაგრამ და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ პრემიერმა ეს ნაბიჯი გადადგა და რომ მან დაავალა ამ წერილის დაწერა, შედგენა ისეთ ადამიანს, რომელმაც იცის, როგორ უნდა მისწეროს წერილი ამერიკელ სენატორებს. ვთქვათ, ირაკლი სესიაშვილს არ დაავალა მაგალითად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ წყვეტს ძირეულ პრობლემას, რომელიც რჩება და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლების ქმედება არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რა თქმა უნდა, სრულიად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულ შთაბეჭდილებას ქმნის იმისას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც ინიღბება სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით. არა, ის ხელისუფლებას არ აუღიარებია ის, რომ ის რამეს არასწორად აკეთებს. ამ შემთხვევაში მან აღიარა მხოლოდ იმას, ის რომ მეგობრებთან მცდილობიანად არის საჭირო ლაპარაკი. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ წერილიდან, როგორც თქვი, ეს წერილი არანაირად არ შველის ძირეულ და ფუნდამენტურ პრობლემას, რაც არის პოლიტიკური დევნის ფაქტი და რა თქმა უნდა, ის არანაირ იმედს არ იძლევა იმისა, რომ ეს პოლიტიკური დევნის პოლიტიკა შეწყდება. ეს უბრალოდ, თვითონ PR პოლიტიკაშია გარკვეული, ასე ვთქვათ, ცვლილება.
ვიცით რა არის რა ხდება პროკურატურაში, როდესაც გამოძიებელი ესაუბრება ეჭვმიტანილს, ამაზე ვერავინ ვერ მეყოებს თქვაში და ალბათ გონიერი ადამიანი კატეგორიულ დასკვნას ვერ გამოიტანს და ზეწოლა რას ქვია ამასაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად შეიძლება განვმარტოთ, შეიძლება ვიღაცა ზეწოლას ეძახის ცემას ან წამებას, შეიძლება ვიღაცა ზეწოლას ეძახის შეთანხმებას, რომ აი თუ შენ ამას იტყვი მე რაღაც არ დაგსჯით ან რბილად დაგსჯით და თუ არ იტყვი ამას მე კაცრად დაგსჯით, ხო? ასე რომ რაციონალური ვარაუდი შეიძლება იყოს, რომ ბატონ მელნიკოვს რაღაცაზე შეუთანხმდნენ, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. ზეწოლად დავარქმევთ ამ შეთანხმებას, თუ შეთანხმებას დავარქმევთ შეთანხმებას, არ ვიცი, მაგრამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვარაუდია. ბატონო, რაც შეეხება რა მადლებს ამ ვარაუდის საფუძველს, ის მადლებს, რომ ასეთი შეთანხმებები ჩვეულებრივი ამბავია ამ ხელისუფლების შემთხვევაში თუ წინა ხელისუფლების შემთხვევაში თუ საერთოდ ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვეულებრივი ამბავია, რომ როდესაც გინდა რომ ვიღაცაზე გახვიდე, ასე ვთქვათ, რაღაც უთანხმდები კინოებშიც გინახავთ ალბათ. ხადია, ახლა შეიძლება იყოს კი არა, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ხელისუფლება არ მალავს, რომ მას აინტერესებს, ვთქვათ, პრეზიდენტ სააკაშვილი პირველ რიგში და აინტერესებს ასევე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააპატიმროს ნაციონალური მოძრაობიდან. და ახლა პრეზიდენტ სააკაშვილს ამ შემთხვევაში უკვე, რა ვიცი, ამ წუთში რამდენი ვალდება აქვს დაყენებული სიტყვა 5 და გამოუყენებენ ამის შემდეგ კიდევ 15-25, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არა, გადაჭრით, ამიტომ თქვი რამდენჯერმე, რომ გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ზოგადად როგორ მოქმედებს ხელისუფლება და რომ მთლიანად პროკურატურის ქმედება, არ ვიცი, ძირითადად არის მიმართული იმაზე, რომ როგორმე ნაციონალური მოძრაობის ყველაზე პოპულარულ და წამყვან, ვთქვათ, ლიდერებს შეუქმნან პრობლემები, აქედან მე მგონი ძალიან ლოგიკურია ის დასკვნა, რომ სავარაუდოდ ეს კონკრეტულად მელნიკოვის საქმეც ან ნებისმიერ სხვა საქმეც არის აქეთ მიმართული. ზოგადად ეს უკვე როცა სასამართლოში მიდის საქმე, სასამართლოს დონეზე ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო ყოველთვის ნეგატიურად და ასე ვთქვათ კონკრეტული მოწმის სანდოობის საპირისპირო ფაქტორად მიიჩნევს ჩვენების შეცვლას. ანუ თუ რომელიმე ადამიანი მოწმე ბრალდებული, ვინც არის ხშირად ცვლის ჩვენებებს, ესე იგი ის არ არის სანდო, ნაკლებად სანდოა, არის ბუნებრივი პრაქტიკა. მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველი შემთხვევა არის ინდივიდუალური, თუ სასამართლო დაკვირვება, რომ ჩვენების შეცვლას ჰქონდა რაღაც ძალიან სერიოზული საფუძვლები და ამას რაღაცა და არგუმენტირებულად დაასაბუთებს, შეიძლება სხვანაირად ჩათვალოს. ისევე მეორე დამოუკიდებელმა და ობიექტურმა სასამართლომ. და ზოგადად ჩვენების შეცვლა არის ცუდი რამე და როგორც ყოველთვის იურისტი არა ვარ, რაღაც ჩვენი კანონმდებლობით დასჯადის გახდა ეს პერიოდი.
ბატონო, გასაგებია. Ну, რაც შეეხება ის, რომ ძალიან კონკრეტული შემთხვევა ვაიღოთ მელნიკოვის გამოყენება სააკაშვილის წინააღმდეგ, მე მგონი, ძალიან ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რომ ის გამოუწმებ, რომელმაც არის მელნიკოვი. შეიძლება რაიმე თქვა სააკაშვილზე, იმიტომ რომ მელნიკოვი არ იყო იმ დონის ადამიანი, ვისაც სააკაშვილთან ჰქონდა კონტაქტი, ასე რომ თუ ის მისი გავლით გავლენ მაინც სააკაშვილზე პირიქით არასანდოა. მერაბიშვილზე კი მეთქვენ სააკაშვილს, მერაბიშვილზე გასულები არიან და ის მერაბიშვილი. მაგრამ ზოგადად, რაც შეეხება ზოგად კითხვას, არა, რა თქმა უნდა, ეს არ მოიცნება ეს შეკითხვები, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენთან სუსტად ესმით, ასე ვთქვათ, რას ნიშნავს პოლიტიკური დევნა ან პოლიტიკური დევნის ეჭვი. ეს საქმე ეხება არა იმას, რომ ასე ვთქვათ, რეალურად დააშავა თუ არა ვიღაცამ რაღაცა, კონკრეტულად მერაბიშვილმა ან სააკაშვილმა, არამედ რა არის ხელისუფლების მოტივი. რატომ ზდევნის ხელისუფლება, რატომ ასე ვთქვათ, მისდევს ამათ თუ იმ საქმეებს, ასე რომ ეს საბეჭდილება უკვე შექმნილია ახლა. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მერაბიშვილს მართლაც რაღაც დაუშავებია ცხოვრებაში, ან ვინმეს. მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი პოლიტიკური, როგორც მაგალითად ტიმოშენკოს საქმეზე მუდმივად სასახადან ნათლად ითქმის, რომ დასავლეთი როცა იჩხუბებოდა, ასე ვთქვათ, იანუკოვიჩს, იმას კი არ ამბობდა, რომ ტიმოშენკო udanașauluა და ანგელოსია და ცხოვრებაში არ დაუშავებია, ის ამბობდა, რომ იკვეთება ცხადია, ნათელია, რომ თქვენ მას ევზდით პოლიტიკური მოტივი. ეს არის მთავარი. და ასე რომ მელნიკოვი რას იტყვის, ეს არის საერთოდ. კი ბატონო. ამინდი ცხელა ძალიან